გამარჯობა. ამ ვიდეოში გესაუბრებით უძველეს და დიდი მნიშვნელობის მქონე მიწისქვეშა ნაგებობების აღმოჩენებზე. მათი უმეტესობა რელიგიური ან რიტუალური ხასიათისაა. ორვიეტო, იტალია. არქეოლოგებმა იტალიის შუაგულში, ორვიეტოში, მიწისქვეშა შენობებს, მათ შორის უცნაური ფორმის პირამიდებს მიაკვლიეს. ამ ადგილს ჯერჯერობით კავიტას, იტალიურად ორმოს უწოდებენ. არქეოლოგებმა ჯერ მხოლოდ 15 მეტრ სიღრმეზე ჩასვლა მოახერხეს. აქ აღმოჩენილი მასალები ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნით თარიღდება. ქალაქი ორვიეტო შუა საუკუნეების არქიტექტურით გამოირჩევა. ეს ადგილი, რომელიც ეტრუსკების და რომაელების საცხოვრებელი იყო, არქეოლოგების დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა. ქალაქში კვლევა 4 სხვადასხვა ადგილას დაიწყო. აღმოჩენილია ძველი ნანგრევები, ეტრუსკული და საბერძნეთიდან იმპორტირებული კერამიკული ნივთები, ასევე რამდენიმე რომაული სააბაზანოს ნანგრევი. რა იყო იტალიური პირამიდების ფუნქცია? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან უჭირთ ისტორიკოსებს და არქეოლოგებს. კინტა დე რეგალეირა. კინტა დე რეგალეირას ციხესიმაგრე მდებარეობს პორტუგალიაში, სინტრას ისტორიულ ცენტრთან ახლოს. წარმოადგენს თვალწარმტაც ადგილს, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაშია შესული. ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს და აღფრთოვანებას გამოხატავს ამ უნიკალური არქიტექტურული შედევრის მიმართ, რომელიც გოტიკურ, ეგვიპტურ, მავრიტანულ და რენესანსული სტილის ნაზავს წარმოადგენს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაგებობა მიწისქვეშ მდებარეობს. ეს არის ორი სპირალური ჭა, რომელიც ცნობილია გადმობრუნებული კოშკების სახელით. შედგება სპირალური კიბეებით, რომლებიც სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია. მათ შორის სიკვდილისა და ხელმეორედ დაბადების ალეგორიაა. ერთ-ერთი ჭა 9 პლატფორმას შეიცავს. როგორც ამბობენ, ეს დანტეს ღვთაებრივი კომედიის მიხედვით შეიქმნა, ანუ ჯოჯოხეთის 9 საფეხური, სალხინებელი და 9 ცა, რომლის ზემოთ ნამდვილი 64-ია. შედარებით პატარა ჭა, რომელსაც დაუმთავრებელ ჭას უწოდებენ, მოიცავს სწორ კიბეებს, რომელიც რგოლის ფორმის იატაკებს ერთმანეთთან აკავშირებს. ვარაუდობენ, რომ ის მასონურ პრინციპებზე დაყრდნობით აიგო. ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებდნენ აღნიშნულ ჭებს და კონკრეტულად რა ხდებოდა აქ. თუმცა აშკარაა, რომ ჭები არასოდეს გამოუყენებიათ დანიშნულებისამებრ, ანუ წყლის ამოსაღებად ან რაღაც მსგავსი. როგორც თანდათან დგინდება, ამ იდუმალ მიწისქვეშა კოშკებს თავიდანვე საიდუმლო რიტუალების შესასრულებლად იყენებდნენ. კინტა დე რეგალეირას მამული არქეოლოგიური ადგილია, რომელიც თარიღდება ადრეული ნეოლითი, ძველი წელთაღრიცხვით მე-5 ათასწლეულით და გრძელდება რკინის ხანამდე, მე-4 საუკუნეები ძველი წელთაღრიცხვით. რომაელების მიერ რეგიონის ოკუპაცია დაიწყო ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის შუა ხანებში. მოგვიანებით კი მავრებმა დაიპყრეს. სინტრა საბოლოოდ პორტუგალიის მეფე ალფონსო I ბურგუნდიელს დაუთმეს. ლისაბონის დაპყრობის შემდეგ 1047 წელს მან ააშენა ძალიან შთამბეჭდავი სამეფო სასახლე, რომელიც მეფის საზაფხულო რეზიდენცია იყო მე-16 საუკუნის ბოლომდე. ტამპლიერების განადგურების შემდეგ 1312 წელს მიწები ქრისტეს ორდენს გადაეცა. მე-15 საუკუნის ბოლოს სინტრა ასოცირდებოდა პორტუგალიის დედოფალ ლეონორის სახელთან. სამწუხაროდ ამ მემკვიდრეობის დიდი ნაწილი 1755 წელს მიწისძვრის დროს განადგურდა. თუმცა აქ არის რამდენიმე ცნობილი სასამართლო და სამხედრო ნაგებობა, რელიგიური დანიშნულების არქიტექტურული ნაგებობები და არქეოლოგიური ადგილები. კინტა დე რეგალეირას ბევრი მფლობელი ჰყავდა მრავალი წლის განმავლობაში. თითოეულმა მათგანმა თავისი საკუთარი კვალი დატოვა ამ დიდებულ ძეგლზე, თუმცა მას შემდეგ, რაც 1904 წელს ციხესიმაგრე დიდარ პორტუგალიერ ენტომოლოგს ანტონიო აუგუსტო კარვალო მონტეიროს მიჰყიდეს, მან თავისი საკუთრება უნიკალურ სასახლედ აქცია, მორთული სიმბოლური ორნამენტებით, რომლებიც ასოცირდება მასონებთან, ტამპლიერების რაინდებთან და როზენკროიცერებთან. კინტა და რეგალეირა შედგება სასახლისა და ეკლესიისგან, თავისი დახვეწილი დეკორის ელემენტებით, რომელიც მოიცავს ფრესკებს, ფერადი შუშის ფანჯრებს, უმშვენიერეს ქანდაკებებს. მამულში არის ასევე ტბები, გროტები, ფანტანები, ჭები, ფართო და იდუმალი გვირაბების სისტემა, რომელიც საბოლოოდ უკავშირდება იმ ორ სპირალურ ჭას. რძის მღვიმე. ბეთლემში ქრისტეშობის ტაძრის მახლობლად მდებარეობს ეგრეთ წოდებული რძის მღვიმე. ეს მღვიმე ფრანცისკანული სამლოცველოთი, წმინდა ადგილად ითვლება.
მღვიმე დაახლოებით 2000 წლისაა. აქ ადრეული ქრისტიანები მოდიოდნენ სალოცავად. ფრანცისკანელებმა 1872 წელს მღვიმის ირგვლივ ეკლესია ააგეს და სალოცავ ადგილად აქციეს. როგორც ქრისტიანებს, ასევე მუსულმანებს წამთ, რომ მღვიმის ქვების ნაფხვენებს შესწევს ძალა, მეძოძურ დედას რძე მოუმატოს და ნაყოფიერებასაც შეუწყოს ხელი. შვილის ყოლის სურვილით შეპყრობილი დედები სასმელ წყალში ურევენ მღვიმის კედლების ნაფხვენებს და ისე სვამენ. ზოგით საწოლის ქვეშ დებს კედლის ნაწილებს. ეკლესიის კედელზე წერილებისა და ბავშვების ფოტოების რიგები მოწმობს, რომ ამ წმინდა ადგილს უამრავი წყვილი სტუმრობს. ერთ-ერთ სურათზე არგენტინელი დედა ძუძუს აწოვებს თავის ახალშობილს. მეორე ნაწილში ესპანელი ქალი წერს: კარმენი ზეციური საჩუქარია. ირლანდიელი წყვილი კი მადლობას უხდის ღვთისმშობელს. ძვირფასი ვაჟის ჯემის მოვლენებისთვის. სწორედ ამიტომ უამრავი ადამიანი მიდის ამ ადგილის სანახავად. ლეგენდის თანახმად, მღვიმის კლდეს სამკურნალო თვისებები აქვს. უამრავ ქალს თან მიაქვს ქვის ნაფხვენები, თუმცა აკრძალულია მღვიმის ქვების ჩიჩქნა. სამაგიეროდ მათი შეძენა შესაძლებელია ეკლესიის მაღაზიაში. დაახლოებით 10 წლის წინ ფრანცისკანელმა ბერებმა დაიწყეს პატარა პაკეტების მომზადება, რომელშიც ყრიდნენ კლდის ნაფხვენებს და ცოტ-ცოტას ურიგებდნენ ხალხს. სტოკტონის ქუჩა. გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთი სახლის ქვეშ მიაკვლიეს შემზარავ ადგილსა და გვირაბებს 2016 წლის სექტემბერში. ექსპერტები და ისტორიკოსები შოკირებულნი იყვნენ, როდესაც დაადგინეს, რომ გვირაბები მთელ ქალაქს აკავშირებდა, თუმცა მათ ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ, თუ რისთვის იყენებდნენ ამ გვირაბებს. ექსპერტები დღესაც გულმოდგინედ მუშაობენ ამ საიდუმლოს ამოსახსნელად. შეიძლება ამოხსნეს კიდეც, თუმცა რეალური დასკვნა არ არსებობს. ბავარია. თა დობლბერგის მახლობლად ბავარიაში სარძეო მეურნეობის ფერმერმა სახელად ბით გრაიჰანამ შემთხვევით აღმოაჩინა მიწისქვეშ არსებული უცნაური ადგილი. დიდი გამოკვლევების შემდეგ დაადგინეს, რომ ეს ადგილი გვირაბებით იყო სავსე. თუმცა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დაახლოებით 700 პატარა გვირაბი აღმოაჩინეს ბავარიასთან ახლოს, ხოლო კიდევ 500 ავსტრიაში. ეს გვირაბები საკმაოდ გრძელია იმისთვის, რომ ადამიანმა მისი ფეხით დათვალიერება შეძლოს. გვირაბში მოხვედრისას იძულებული ხართ წელში მოხრილმა იაროთ, რადგან აქ გამართული სიარული შეუძლებელია. ექსპერტები დღემდე ცდილობენ დაადგინონ, თუ რისთვის დაჭირდათ თავის დროზე ამ გვირაბების მიწისქვეშ გამოკვეთა. დერინკუიუ. მიწისქვეშა ქალაქი დერინკუიუ ამავე სახელწოდების დაბის ქვეშ მდებარეობს. ოდესღაც ამ ადგილას 30,000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. სავენტილაციო და წყლის მიწოდების სისტემები იმდენად იდეალური იყო, რომ ადამიანები შინაურ ცხოველებთან ერთად უპრობლემოდ ცხოვრობდნენ მიწისქვეშ. ქალაქის წარმომავლობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დაობენ. ზოგი ისტორიკოსი ამბობს, რომ დერინკუიუ ხეთებმა ააშენეს, ხვდებით განსხვავებულ ვერსიასაც, რომელიც ზაროასტრიელებს უკავშირდება. ამის საფუძველად დასახელებულია ის ფაქტი, რომ ზაროასტრიელთა საღვთო წიგნში ვენდიდად მოხსენიებულია ისეთი მიწისქვეშა ქალაქები, როგორიცაა დერინკუიუ. ქალაქი გასაოცარია თავისი კეთილმოწყობით. აქ შეხვდებით საჯინიბუებს, მარნებს, საწნახელს, სამზარეულოებსა და სასადილოებს. ქალაქი ისეა დაგეგმარებული, რომ უცხო პირი აქ ვერ შეაღწევდა. ქალაქის შიგნით ქრისტიანული ეკლესიები და სალოცავებია. ამჟამად აღმოჩენილია მიწისქვეშა ქალაქში 600-მდე საიდუმლო შესასვლელი. ბევრი მათგანი პირდაპირ ქალაქის თავზე არსებული დაბის სახლებში ამოდის. გილმერტონის გამოქვაბული. უახლესი კვლევების მიხედვით, გილმერტონის გამოქვაბული საიდუმლოებით სავსე მიწისქვეშა გვირაბების ქსელია, რომელიც 2000-ზე მეტი წლის წინათ დრუიდთა ტაძარი იყო. საუკუნეების განმავლობაში ეს ხელით გამოკვეთილი დერეფნები და ოთახები უკავშირდებოდა კონტრაბანდისტებს, ტამპლიერ რაინდებსა და ოკულტიზმის მიმდევრებს. გილმერტონის გამოქვაბული ედინბურგის გარეუბანში, გილმერტონში მდებარეობს. 2003 წელს ის მნახველებისთვის გახსნეს და მას შემდეგ გასართობ შემეცნებითი ფუნქცია შეითავსა. გამოქვაბულის აღმოჩენის დღიდან ისტორიკოსებისა და არქეოლოგებისთვის ეს ადგილი დიდ თავსატეხად იქცა. ისინი დღემდე ცდილობენ მისი წარმომავლობის ზუსტად დადგენას. ითვლებოდა, რომ მიწისქვეშა ტუნელი 1724 წელს ჭედელმა ჯორჯ პეტერსონმა ააგო. ამაში ეჭვი დიდი ხნის განმავლობაში არავის შეჰპარვია. თუმცა შემდეგ ჩატარდა ახალი კვლევა არქეოლოგ სპალდინგის მიერ. მისი ვარაუდით 1724 წელს
პატერსონმა კი არა ააგო, არამედ იპოვა მიწისქვეშა ტაძრის შესასვლელი. სპალდინგი თვლის, რომ თავის დროზე დრუიდებმა განგებ ამოქოლეს მიწისქვეშა ტაძარში შესასვლელები, რათა დამპყრობლებს სალოცავი არ წაებილწათ. 1740 წელს გილმერტონში ლორდმა ფრენსის დეშვუდმა ჰელფაიერ კლუბი ჩამოაყალიბა. კლუბის წევრები იკრიბებოდნენ მიწისქვეშა ტუნელებში, სადაც ჰედონისტურად ერთობოდნენ, სვამდნენ, მხიარულობდნენ, ღეროდნენ, ქალებთან ურთიერთობდნენ და ასე შემდეგ. ამ ჯგუფს მიაწერდნენ სექსუალური რიტუალების ჩატარებას. კლუბის წევრები ლორდები და პარლამენტის წევრები იყვნენ. სპალდინგის აზრით, მათი დაინტერესება გილმერტონით სწორედ მისი სიძველითა და დრუიდებთან კავშირით იყო გამოწვეული. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და გინდათ ჩვენს ორდენში გაწევრიანება, შეგიძლიათ დააწვეთ გამოწერის ღილაკს და ასევე შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემს მეორე არხზე, რომლის ლინკსაც აღწერაში იხილავთ. ნახვამდის.